სალამი ხალხო, დროა დავიწყოთ 2024 წლის ლოგიკური მსჯელობის სამოცანების ამოხსნა, ეს გახლავთ 2024 წლის პირველი ვარიანტი და შემოგთავაზეთ რამდენიმე ამოცანის განმარტება სამ ეტაპისთვის. პირველი მოცემულია წინადადება, რომ არც ერთი აქტიური ანგარიში არ არის ყალბიო და ჩამოთვლითაგან რომელია წინააღმდეგება მოცემულ წინადადებას. თუ ბუნებრივია, თუ არც ერთი აქტიური ანგარიში არ არის ყალბი, შესაძლებელია აქტიური ანგარიში დაიხატოს ერთ მხარეს და სიყალბე დაიხატოს მეორე მხარეს. არა, აქტიური ანგარიში აქეთ და აქეთ ყალბი. ისინი ერთმანეთს არ კვეთენ, არა? და დამეხმარე, ხა ბუნებრივია, რომ აქტიური ანგარიში თუ ყალბი არ არის, სამყაროში საერთოდ ან ხარ ან არ ხარ. იყო ეგეთი ფილოსოფოსი პარმენიდე და ის ამბობდა, რომ უნივერსალური ჭეშმარიტების სისტემა უნდოდა შეედგინა და ამბობდა, რომ რაც არსებობს, არსებობს, რაც არ არსებობს, არ არსებობს. ხო და აი აქტიური ანგარიში თუ არაფერი არ არის ყალბი, სხვა გამოსავალი არ რჩება აქტიურ ანგარიშს გარდა იმისა, რომ იყოს არა ყალბი. ამიტომ ყველა აქტიური ანგარიში მინდა თუ არ მინდა ნამდვილი გამოვა, ანუ არა ყალბი. აი ესე დავარქვათ. ნამდვილი რა, ამ ამოცანის ფარგლებში რომ დავრჩეთ არა ყალბი დავარქვათ. ხოლო გამომდინარე იქედან, რომ აქტიური ანგარიშები არც ერთი ყალბი არ არის, ხო? და ყალბი ვერ შეეხება აქტიურს, ბუნებრივია, რომ ყველა ყალბი ანგარიში კიდე გამოვა როგორი? არა აქტიური, ხო? იმიტომ რომ აქტიურს თუ ვერ შეეხო, ან აქტიური უნდა იყო, ან არა აქტიური. ან ყალბი უნდა იყო, ან არა ყალბი. და ამიტომ შესაძლებელია, რომ აი ესე წარმოვაჩინოთ ეს რეალობა, ხო? ჩამოთვლითაგან რომელი ეწინააღმდეგება მოცემულ წინადადებასო და აქ არაყალბებში სხვა რაღაცეებიც არის არაყალბი, მონეტები დაუშვათ, ნამდვილი არაყალბი ადამიანები, არააქტიური ადამიანი აქაც არის სიტყვაზე, არააქტიური, რა ვიცი, ჩეკი ან რამე სხვა, ხო, ნებისმიერი ბარათი და ასე შემდეგ. მაინც ანგარიშზე არ არის საუბარი და მაგიტო არის უფრო დიდი წრე, რომ აქ რაღაცეები არის, რაც შესაძლებელია ანგარიშად არ იწოდებოდეს, ხო? მაგრამ ყველა აქტიური ანგარიში გინდა თუ არა არაყალბი გამოვა და ყველაფერი ყალბი გინდა თუ არა არააქტიური. რომელი ეწინააღმდეგება მოცემულ წინადადებას? ყალბ ანგარიშებს შორის არის არააქტიური ანგარიში. ეგ არ ეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ყველა ყალბი თუ ავტომატურად არააქტიური გამოდის, რადგან აქტიური ვერ იქნება. ესე იგი ეს სივრცე გამოვიდა ყალბი ანგარიშები და თან არააქტიური. ამიტომ ყალბ ანგარიშებს შორის არის არააქტიური ანგარიში, კი არის, უეჭველი იქნება, ამიტომ ეგ წინააღმდეგობა არ არის. არაყალბ ანგარიშებს შორის არის არააქტიური ანგარიში. ეხლა ამ კვეთაში ეგრე არ ჩანს, მაგრამ შესაძლებელია, რომ დიაგრამა ცოტათი დაიძრას და აი აქ გადაკვეთო და არაყალბი ანგარიში იყოს ეს სივრცე რაღაცა და არააქტიური ანგარიში იყოს ასევე აი აქ გაჩხერილი ამ ლურჯ სივრცეში და არაყალბი ანგარიში გადაიკვეთოს არააქტიურ ანგარიშთან და პრობლემა ამოძირგულია, ხო? და ისედაც რომ დავფიქრდეთ, ეხა არაყალბი ანგარიში იმდენად დიდ სივრცეს იძლევა, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია ზეპირათაც მაგის თქმა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო და იქნებოდა არააქტიურად წარმოჩენა. ამიტომ არაყალბ ანგარიშებს შორის არის არააქტიური ანგარიში, არ ეწინააღმდეგება, შესაძლებელია ეს მოხდეს. აქტიურ ანგარიშებს შორის არის არაყალბი ანგარიში, აი აქტიური ანგარიშები და მაგათ შორის, ყველა აქტიური ანგარიში თუ მაქედან თუ არც ერთი არაა ყალბი, ყველაფერი არაყალბი გამოვა და ბუნებრივია, რომ აქტიურ ანგარიშებს შორის არაყალბი ანგარიში მოუწევს რა გამოვა ეგრე. ეგეც ჭეშმარიტება. არააქტიურ ანგარიშებს შორის არის ყალბი ანგარიში. აი არააქტიური ანგარიშები და მისი ქვესიმრავლე არის ყალბი ანგარიში. პრობლემა არ არის. ეგეც არის ფრიად ნებადართული და სწორი, ხოლო რაც შეეხება ეპასუხს, ის ვერასოდეს მოხდება, იმიტომ რომ თუ არც ერთი აქტიური ანგარიში არ არის ყალბი,
როგორ შეიძლება რომ ყალბ ანგარიშებს შორის იყოს აქტიური ანგარიში. ასეთი რამ ფიზიკურად შეუძლებელია და აქტიური ანგარიში თუ ვერ შეეხება ყალბის წრეს, ყალბის წრე ვერ შეეხება სანაცვლოდ აქტიური წრეს. ამიტომ ზე პირადად შეგეძლოთ, მაგრამ დიაგრამა დაგიხატეთ, რომ უფრო გასაგები იყოს თუ რატო არის ბოლოს სწორი პასუხი, ხო? რაც არ უნდა მოვინდომო, აქ ყალბ ანგარიშებს აქტიურ ანგარიშს ვერ შევახება რა. და აი ეგ ეწინააღმდეგება მოცემულ წინადადებას, რომ არც ერთი აქტიური ანგარიში თუ არ არის ყალბი, ყალბ ანგარიშებს შორის ვერანაირად ვერ მოხდება აქტიური ანგარიში. და თუ მოახვედრა, ეგ წინააღმდეგობაა. შემდეგ დავუშვათ ჭეშმარიტია, არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ერთად გლუკოზასაც და ფრუქტოზასაც, დავხატოთ ორი ესეთი წრე. აქ იყოს გლუკოზა, აქ იყოს ფრუქტოზა და ისევ დიაგრამები ხედავ, მაგიური ხერხია ეს დიაგრამები. არც ერთი პროდუქტი არ შეიცავს ერთად გლუკოზასაც და ფრუქტოზასაც. შემდეგ ანუ ისინი ერთმანეთს არ კვეთენ. ყოველი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ლაქტოზას, შეიცავს ფრუქტოზასაც. ესე იგი, ყველაფერი, რაც ლაქტოზას შეიცავს, აი აქ იქნება ლაქტოზა შიგნით. და მივეჩვიოთ, ხო, ეს როგორ იხატება. ყველა პროდუქტი, რომელიც ლაქტოზას შეიცავს, თუ ფრუქტოზასაც შეიცავს, შიგნით უნდა იყოს და არა გარეთ. იმიტომ რომ თუ გარეთ იქნება, მაშინ აქ რაღაც ლაქტოზა არის, რომელიც ფრუქტოზას არ ეხება. ამიტომ შიგნით უნდა ჩაიწეროს ყველა ვარიანტში და დაეწერება მაგას ლაქტოზა და ყველა ლაქტოზა არის ფრუქტოზა. ანუ ყველაფერი, რაც ლაქტოზას შეიცავს, ფრუქტოზასაც შეიცავს. და ჩამოთვლთაგა რომელი იქნება აუცილებლად ჭეშმარიტიო ასეთ დიაგრამის დროსო. აბა პირველი, თუ პროდუქტი შეიცავს გლუკოზას, მაშინ ის არ შეიცავს ლაქტოზას. რა თქმა უნდა, სწორია, იმიტომ რომ თუ აპრიორი გლუკოზა ფრუქტოზა არ არის, როგორ შეეხება გლუკოზა ლაქტოზას, ხო? აუცილებლად უნდა გადაეკვეთა ფრუქტოზის წრე და ეგეთი რამე დაუშვებელია, იმიტომ რომ გლუკოზა და ფრუქტოზა ერთად არ შეიძლება განაცხოვრებდეს. შემდეგ არ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზასა და ლაქტოზას შორის ერთს მაინც. როგორ არ არსებობს? მაგალითად ეს რა არის? ეს არის გლუკოზის შემცველი პროდუქტი. ეს რა არის? ფრუქტოზის შემცველი პროდუქტი. ეს რა არის? ლაქტოზის შემცველი პროდუქტი და ასევე ფრუქტოზის შემცველი პროდუქტი ზემოდან, ხო? და აქ გედავება, რომ ეგეთ პროდუქტს ვერ იპოვიო, რომელიც ერთს მაინც შეიცავს მაგათგანო. როგორ არა? აქ თუ დასვი წერტილი, ეხა ეს არაფერს შეიცავს, მაგრამ ხო არის ისეთი წერტილები, რომლებიც შეიცავენ ამ შაქრებს, ამიტომ არსებობს პროდუქტი, რომელიც ერთს მაინც შეიცავს, როგორ არა? მეორე არასწორია და ყოველი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას, შეიცავს ლაქტოზასაც. ну ეგ ეგრე არ არის, მაგალითად აი აქ არის წერტილი ფრუქტოზა და ლაქტოზას არ ეხება, ამიტომ მაინდა-მაინც სწორი არ არის. კი შეიძლება თუ ყველა ლაქტოზა ფრუქტოზა, როგორც მრავალგზის გვილაპარაკია, პირიქითაც მოხდეს ყველა ფრუქტოზა ლაქტოზა იყოს, მაგრამ აი კერძო შემთხვევაა, გაერთიანებული დიაგრამა ქვია მაგას. შეიძლება მასე არ იყოს რა. შეიძლება ზომიერი დიაგრამა ეხატოს, რომ ფრუქტოზები არსებობდნენ, რომლებიც ლაქტოზები არ იქნებიან და ამიტომ ყოველი პროდუქტი, რომელიც შეიცავს ფრუქტოზას, შეიცავს ლაქტოზას, შეცდომაა, რადგან აი აქ არის ფრუქტოზების ნაწილი და ისინი არ წარმოადგენენ ლაქტოზებს და მესამეც არასწორია. პირიქით არის, ყველაფერი, რაც ლაქტოზას შეიცავს, ის შეიცავს ფრუქტოზას და არა შებრუნებულად. ამიტომ მხოლოდ პირველი მსჯელობა იქნებოდა სწორი, ხო? კარგი, შემდეგ მოცემულია მსჯელობა ავიაკომპანიის რეისებზე წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია უფასოა, ხოლო უშუალოდ რეისის წინ აეროპორტში რეგისტრაცია ფასიანი. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ავიაკომპანიის მგზავრთა უმრავლესობა რეისზე ელექტრონულ რეგისტრაციას ამჯობინებს. ანუ წინასწარი ელექტრონული რეგისტრაცია რო გაიარო, ფულს არ გართმევენ და რეისის წინ კი ეგრევე რო გაიქცე და დარეგისტრირდე, მაგ დროს ფასიანი იქნება. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ავიაკომპანიის მგზავრთა უმრავლესობა ბუნებრივი ელექტრონულ რეგისტრაციას ამჯობინებს და რაღაც თანხებთან უნდა იყოს არა დაკავშირებული და ჩამოთვლთაგან უშუალოდ რომელ დაშვებას ეყრდნობა მოცემული მსჯელობაო. ანუ
მსჯელობა თავის დასკვნიანად დავარაუდიანად, რომ შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ავიაკომპანიის მგზავრთა უმრავლესობა რეისზე ელექტრონულ რეგისტრაციას ამჯობინებს და რატო ხდება ასე უნდა გავარკვიოთ, ხო? რომელ დაშვებას ეყრდნობა ეს სიტყვები, არა დასკვნა, ვარაუდი. პირველი, მსგავსი ავიაკომპანიების ბილეთები კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასებით გამოირჩევა. ჯერ ერთი მსგავსი არ ვსაუბრობთ, ჩვენ საუბრობთ ერთ კონკრეტულ ავიაკომპანიაზე და ბილეთი თუ დაბალი ფასით გამოირჩევა, ბილეთის ყიდვა ელექტრონულ რეგისტრაციის დროსაც გიწევს და აეროპორტში რეგისტრაციის დროსაც. საუბარი რეგისტრაციაზეა, რატო გაწყობს რეგისტრაცია ელექტრონულად და არა ლაივში, ხო? პირადად, ამიტომ ფასი ბილეთი ასეც კი უნდა იყიდო და ისეც უნდა იყიდო და ამიტომ რეგისტრაციაზე აქ მინიშნება არ არის, ხო? ამ მსჯელობას ვერ დაეყრდნობა ის ვარაუდი და დასკვნა, რაც წერია. მგზავრთა უმეტესობა ცდილობს, რომ მგზავრობასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯები შეძლებისდაგვარად შეამციროს. რა თქმა უნდა, სავარაუდო პასუხებში რაც არის, ჩვენ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ და დიახ, ეს არის სწორი პასუხი რა. თუ მგზავრთა უმეტესობა ცდილობს, რომ სიტყვაზე აი ბარგი რო შეკრა, ხო? რაღაცა შეფუთვა ხო ფასიანია, ეგეც ყველაფერი ფასიანია დღესდღეობით რა და აი დამატებითი ხარჯები თუ გინდა რომ შეამცირო ბილეთის ფულს რო არ გამოყვეს კიდე რაღაც ზემოდან და ასე შემდეგ და შეძლებისდაგვარად გინდა შეამცირო, რა თქმა უნდა აირჩევ ელექტრონულ რეგისტრაციას, იმიტომ რომ ის უფასოა და უშუალოდ აეროპორტში რომ მიხვიდე ფასიანი რატო უნდა გადაიხადო ზედმეტი თანხა, ამიტომ B არის სწორი პასუხი, რომ მაგიტო ამჯობინებ ელექტრონულ რეგისტრაციას. ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ მგზავრებზე ინფორმაცია რეისის დაწყებამდე მაქსიმალურად ადრე შეაგროვონ. ნუ კაი, მაგრამ ეს აწყობს ავიაკომპანიას თვითონ, იმიტომ რომ ავიაკომპანია თუ ავიაკომპანია არის დაინტერესებული მაგით, რომ შენ ელექტრონული რეგისტრაცია გაიარო წინასწარ, რომ მაქსიმალურად ადრე შეაგროვოს ინფორმაცია შენზე, მაგრამ ეგ შენ პრეფერენციას ხაზს არ უსვავს. შენ შესაძლებელია გირჩევნოდეს მაინც აეროპორტში უშუალოდ წინ რეგისტრაცია. უბრალოდ ეს ავიაკომპანიის გადმოსახედი წერია აქ, რომ რა ურჩევნია მას, ხო? ურჩევნია, რომ სიტყვაზე ელექტრონულად დარეგისტრირდე, მაგრამ შენ რა გირჩევნია, ჩანს აქ? არა, მარტო აეროპორტის ის არის რა, პერსპექტივა. ელექტრონული რეგისტრაცია ავტომატიზებული პროცესია, ხოლო აეროპორტში რეგისტრაციას ადამიანური რესურსი სჭირდება, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ესეც აეროპორტის თვალსაზრისით არის დანახული, რომ დაასაქმო ადამიანები, ვინც აეროპორტში რეგისტრაციას უზრუნველყოფენ, მათ უნდა ხელფასი დაუნიშნო და ეგრე არ მოხდეს. ამიტომ ელექტრონულად გამართეს რეგისტრაცია და შენ რომელი გირჩევნია, ჩანს აქ? შენთვის ხო სულ ერთია ვის უხდიან ხელფასს და ვის არა. შენთვის კენ გაინტერესებს შენ დაზოგო თანხები და ეგეთი რამე ბ-პასუხში წერია, ამიტომ დევერსიაც გამოირიცხა. მგზავრების აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს, რომ შეცდომები მაქსიმალურად აირიდოს თავიდან, ამიტომ სარეგისტრაციო პროცედურებს ავიაკომპანიების თანამშრომლებს ანდობენ. ხო, თუ ცდილობ, რომ შეცდომები შენით თავიდან აიცილო და სარეგისტრაციო პროცედურა ავიაკომპანიის თანამშრომელს მიანდო, მაშინ აეროპორტში გაივლი წინასწარ რეგისტრაციას და არა ელექტრონულად, რომ რამე ხარვეზი არ გაიპაროს. არა და წერია, რომ ამჯობინებო რასო? ელექტრონულ რეგისტრაციას და ეგ კი შენით უნდა გააკეთო, ამიტომ აქ საპირისპირო ჩანს, რომ თითქოს იქ მიხვედი და იქ დარეგისტრირდი, ხო? ამიტომ B არის რა, თუ მგზავრობასთან ხარჯებს შეამცირებ, ეგ მოხდება ელექტრონული რეგისტრაციით, არა? მარტივი ტესტი აღმოჩნდა. შემდეგ მოცემული მსჯელობებია, რომელია ლოგიკურად მართებული. ფეულას რომ არ გაეწურთნა უქიმერიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. შესაბამისად, რადგან უქიმერიონი ჩემპიონი გახდა, ის ფეულას გაუწურთნია. ნახეთ, ძალიან მარტივად შევხედოთ ამ ტესტს, რა თქმა უნდა, ჩემი სწავლების მეთოდი არ ითვალისწინებს ფორმულებს, არამედ აზრობრივ გაგებას. რომ არ გაეწურთნა უქიმერიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი ვერ გახდებოდა, ხო? და რადგან გახდა,
ესე იგი ფეოლას გაუწურთნიაო და ლოგიკურად გამართული მსჯელობაა რა, სწორია პირველი. რაზეა საუბარი, ეს რა არის? რამე მონსტრია თუ დინოზავრია თუ რა არის? ეს არის ქართული ფილმი ფეოლადან, სადაც ფეოლა არის იპოლიტე ხვიჩია და უქიმერიონი კიდე არის საფეხბურთო გუნდის სახელი და კრეატივია ერთგვარი საგამოცდო ცენტრის მხრიდან, ხო? ანუ ფეოლას რომ არ გაეწურთნა უქიმერიონი, ვერ გახდებოდა ჩემპიონი. გზა მოჭრილი აქვს ჩემპიონობისკენ, თუ ფეოლა არ გაწურთნის რა. და შესაბამისად, რადგან უქიმერიონი ჩემპიონი გახდაო, ფეოლას გაუწურთნიაო. 100%-იანი ეგრე იქნება, იმიტომ რომ რო არ გაეწურთნა, შედეგი რა არის? ჩემპიონი ვერ ხდება და რადგან გახდა, რა მოხდა? გაუწურთნია. რო არ გაეწურთნა, ვერ გახდებოდა, რადგან გახდა, გაუწურთნია. ხედავთ? აი ეს ესაუბრეთ თქვენ თავს ხოლმე. ფეოლას რომ გაეწურთნა უქიმერიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი გახდებოდა. შესაბამისად, რადგან უქიმერიონი ჩემპიონი ვერ გახდა, ის ფეოლას არ გაუწურთნია. ესე იგი, ფეოლას რომ გაეწურთნა უქიმერიონი, ეს უეჭველი გახდებოდა ჩემპიონიო ეს გუნდიო და რადგან უქიმერიონი ჩემპიონი ვერ გახდა, ის ფეოლას არ გაუწურთნიაო. ესეც მართებულია, რატო? იმიტომ რომ რო გაეწურთნა და ჩართულიყო ამ საქმეში, უეჭველი ჩემპიონს გახდი და უქიმერიონს და რადგან ვერ გახდა, ესე იგი ფეოლას ხელი იქ არ ურევია, თორე რო ყოფილიყო იქ ფეოლა ჩართული, რო რეოდა ეს ხელი, რო ჩარეოდა ეს ფეოლას ხელი, ხო? ყოფილიყო ჩემპიონად აქცევდა ამ გუნდს, მაგრამ რადგან ვერ გახდა ჩემპიონი, ესე იგი ფეოლას არ გაუწურთნია. რო გაეწურთნა, გახდებოდა. რატო ვერ გახდა? იმიტომ რომ არ გაწურთნა. მეორეც სწორია. მესამე, ფეოლას რომ გაეწურთნა უქიმერიონი, ეს უკანასკნელი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. შესაბამისად, რადგან უქიმერიონი ჩემპიონი გახდა, ის ფეოლას არ გაუწურთნია. აბა დავფიქრდეთ, ესე იგი, ფეოლას რომ გაეწურთნა უქიმერიონი, დასასრული რა არის? ეს უკანასკნელი, ანუ უქიმერიონზეა საუბარი, ჩემპიონი ვერ გახდებოდა. მაგრამ რადგან გახდა ჩემპიონი, ის ფეოლას არ გაუწურთნიაო. რა თქმა უნდა მასია, იმიტომ რომ თუ ფეოლა გაწურთნიდა ამ საფეხბურთო გუნდს სახელწოდებით უქიმერიონი, ეს უქიმერიონი ჩემპიონი ვერ ხდება. და რახან გახდა, ხელისშემშლელი ფაქტორი მოიხსნა და ფეოლა არ ყოფილა ამ საქმეში ჩართული, თორე ფეოლა რო ყოფილიყო ჩართული ამ საქმეში, ეს საფეხბურთო გუნდი უქიმერიონი ჩემპიონი ვერ გახდებოდა. და რადგან გახდა, ესე იგი ფეოლას არ გაუწურთნია და პირველივე არის მეორეც და მესამეც სწორი პასუხი ამ ტესტში და თითოეულია მართებული, ხო? კარგი, აი ესეთი დასაწყისი იყო. აი მოდი პირველი მეოთხე ტესტით შემოვიფარგლოთ და ცოტა დავძაბოთ ტესტები და გონებაც შემდეგ სესიაზე უკვე და ეს 4 ტესტი ამჯერად ვიკმაროთ, ხო? კაი. მადლობა აბა და ნელ-ნელა მოგაწვდით ამ ვიდეოებს, რა თქმა უნდა, საგამოცდო ლოგიკის გამოცდამდე ყველაფერი ამოიწურება და ყველა ვიდეოს მოგაწვდით და მადლობა ნდობისთვის კიდევ ერთხელ. აბა დროებით.